მოგესალმებით. გუბძანდებით. როგორ ხართ? მიგულოცოთ დღეს ბავშვებს ისადედი სკოლის დაწყება. გილოცავთ ბავშვებო სკოლის დაწყებას. გისურვებთ წარმატებებს. ულევ ბედნიერებას და ყველაფერს საუკეთესოს. გისურვებთ წარმატებებს, კარგ სწავლას, კარგ მომავალს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ჩემო პაწაწუნა ბავშვებო. გილოცავთ და გაიხარეთ, გამრავლდით და რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო იყოს თქვენთვის. სკოლა. ისე იცი რა არის, რა უნდა ვთქვა? ადრე 1 სექტემბერს როიწყება და სხვანაირი ის იყო მუღამი უფრო არა? უფრო სხვა იყო. რა მნიშვნელობა აქვს მაგას? რა ვიცი, მე ადრე უფრო სხვანაირი. მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როდის დაიწყება სკოლა. არა აქვს, მაგრამ მაინც მუღამი იყო მაინც. არა, მაინც სხვანაირი აქ იყო და ეხლა თითქოს აიცი როგორია. თითქოს აი ისეთ შეგიძლია თითქოს არ დაწყებულა სწავლა. აი ისე რაღაცნაირად. ფორმები შეიკერა ჩვენ სკოლებში, ჩვენ სკოლაში, სხვა სკოლებში. მე თეთრი მსარუჭკა მაინც ეწვათ. ვარდისფერი მაისური არის გოგოების და ის არის ქვია ცისფერი არის ბიჭების. და ლოგოთი, ხო? და სკოლის ლოგო აქვს. მარტყოფში როგორც იყო არის ხოლმე, ხო იცი კერავი. მანდაც ეგრეა. მაიკა უბრალოდ და ლოგო აქვს მიკერებული რა. შარვალი არა, გოგოებს ის ეწვათ რა ქვია, კამერა. და ზამთარში არ ვიცი რა იქნება. ეგ იქნება მეხუთე, მერია. არა დედა, მაღალ კლასამდე არის. ეხლა შესაკელია ჯერ არ აი მეორე იქამდე შეუგერავ, ჩაიცვამი დიდებიც. როდემდე იქნება ძალიან მე 12 კლასელები არ ჩაიცვამი. მე 7-მდე იყოს, მე ხო არა. არა, იკერებაო და. თან მე რა ძვირია 150. ძვირია ხო ვიცი, ეგ არის საქმე. მე მშობელმა უნდა გადაიხადოს ის. ხო. შუბელი იხდეს. მაიკა არა ჩვეულებრივი და უბრალოდ ის აქვს მიკერებული აქვია. ლოგო აქვს მიკერებული. ჩვეულებრივად მაიკები ისედაც ეწვათ ხოლმე. უბრალოდ ლოგო არ აქვს თუ არა. ადრე რაც რომელი ფერი მაიკაც გინდოდა იმას ჩაიწვავდი, იმას ჩაი. ახლა აღარა. აი ჩემ დროს იყო ფორმები და მაგალითად იყო ფორმა ჩემ დროს. კარგი იყო. ყველას ერთნაირად გვეცვა. დიდი ცქე ვიყავი, მაგრამ ფორმა მიცვა რა. ჩულები ფორმა მიცვა, მოსწავლე ვიყავი და მინდა მწვავდეს. სხვათა შორის საზღვარგარეთ სკოლებში ისინი არ აქვს ფორმებია. კი. საზღვარგარეთ არის ფორმები. დიდებსაც ხო აცვია? კი. ბოლოკაბა და მაისურები. აცვიათ. დიდმა თუ ჩაიცვას ის რა ქვია, ისეთი მაისური რაც პატარებსაც ვია რა, აწენს. დიდი ზომა. ქალაქში ბევრ სკოლაში ფორმებია. ფასიან სკოლებში ეგ. ფასიანში არ დადი სოფია, მაგრამ ის არის. ფორმა აცვია. ჩულები ფორმა აცვია სოფიას. ბევრ სკოლებში არის. ამერიკაში არის მაგალითად ფორმები სკოლაში. კი.
ძალიან კარგია მე. მაგრამ ძალიან ძვირია კაცო, ერთ მაისურში და შარვალში და კაბაში და პერნო მიწეს 50 ლარი. თუ მეტი კიდე. ეგ პატარების და უფრო დიდების რა უფრო მეტი იქნება. დიდი ზომები. წესით სკოლა უნდა ლას უნდა იმას საქმეს რა ქვია, სკოლა უნდა გადაიხადოს, არა თუ შობენმა. თუ ფორმები უნდათ. ხო და მე მაგალითად ფორმას ჩვენ ყიდულობდით, ჩვენ ყიდულობდით ფორმას კი. იყიდებოდა ბაზარში, აი მაღაზიებში ისეთი მეებში, რომ ყიდულობდით ფორმას, იყიდებოდა. ლოგო ქონდა რამე რაღაცა? არა, უბრალო იყო, ხო? ხო. ქვედა ვოლო იყო ჩვეულებრივი გინდა პლისი, გინდა სწორი. ოღონ ცოდეს და საროჭკა. ფორმა იყო კიდე ისა ზამთრის, ასე კლავიანი იყო, აქ თეთრები ქონდა შემოვლებული, აქაც საყელო ქონდა ესე. ხო, მაგრამ ახლა ალბათ ზამთარში კლავიანი იქნება ისინი. არა, ორი მაისური აქვს სოფო იძახის. ერთი ასეთი არის, უკლავ ერთი გძელი. ხო, ეგ ზამთრისთვის. ხო. ეგ ზამთრის. ორი წვილია. ხო და დაბლა შარვალი რა უშავს, შარვალი ჩაიწვას ბავშვმა, გოგომაც დაბლიდან. მე რა ვიცი. რა უშავს? იცი როგორი შარვალი ჩაიწვას, კლასიკური შარვლები რო არის. ხო. ეგენი ჩაიწვა. ხო, შეცივ. არ შეცივდეთ. და ჩვენ დროს მე მაგალითად შარვალი არ მეცვა სკოლაში. იმიტომ რომ ფორმა მეცვა, მაგრამ მე რო გადავაგდეთ ფორმები და უკვე რო გადავარ და უკვე სკოლაც მომთავრებდი მე უკვე ის არის რა ქვია. დიდი ხანი არც აქ იქნება იქ ფორმას იმას რო გითხრა. ჩავიცვი და გავიხარე. იფსისკე იყო გიორგის იმის ფორმა, ზამთრის იმის. იცი რა არის, მარტო ბავშვს კი არა, სხვათა შორის ზოგ მასწავლებელსაც აცვია ძალიან ამეტანი მოკლე კაბები. და ეგრეც არ შეიძლება, მასწავლებელსაც მასწავლებელობა უნდა იტყობოდეს. მაგალითად, ჩემ დროს ერთ მასწავლებელს ეწვა ისეთი მოკლე კაბა, რომ კიბეზე რო ადიოდა ყველაფერი ჩანდა. ეხლა თუ არის ის მასწავლებელი არ ვიცი, მაგრამ არ უნდა იცვას მოკლე კაბა, რატომ უნდა იცვას მასწავლებელს? თან მაღალ კლასებში შედი. მაღალ კლასებში შედიოდა მით უმეტეს, ხო? ჩაიცვას შარვალი, ხო შეიძლება? ან მასწავლებლისთვისაც უნდა შემოიღონ ფორმა, რომ ყველა ერთნაირად იყოს. მასწავლებელს არც მაშინ იცვა ფორმა და არც ახლა აქვს. მაგრამ წესით უნდა იყოს. რახან ბავშვისთვის არ მოქმედებს ეგა, მასწავლებლისთვისაც უნდა მოქმედებდეს. ან ფორმას თუ არა, დრეს კოდი მაინც უნდა იყოს. უნდა ჩაიცვას, როცა როგორც მასწავლებელს შეიფერება. ვიცი, ახლა გააჩინი ახლა სკოლას ახლა ყველგან ხო არ არის, მაგრამ ჩვენ სკოლაში დაუშვეს ეთყობა, განათლებამ დაუშვა. შემოვიდა ყველგან სკოლაში, ზოგადად სკოლაში. ფორმა კი არ არის, თავარი არის ბავშვმა ისწავლოს თორე. ფორმა რა ეწევა მშულობა ყავს. და რაფერი ეწევა კიდე. თავარია ისწავლოს და. ო, ეგ კი მართალია. თავარი ეგ არის და იცი შემოიღეს გიორგი. ზოგს არა გიორგი. და ვერაცმევს იმში და მე რო არა ჩაგრავე რო არა აქვს მესმის არა აქვს ზოგს, მაგრამ 150 ლარი როგორ გადაიხადოს ზოგს ის არა აქვს შემოსავალი. ო, რა ვიცი. როგორ გადაიხადოს? ეგ მაგას ვიძახი მე. მაგას ვამბობ უბრალოდ თორე. იყოს ფორმა, რა მიცხოვება, თავარია ისწავლოს ბავშვმა და ჩვეულებრივი მაიკა და ის არის რა ქვია, კაბა. მაგას გარეთაც კი ჩაიწვა ადამიანი. და შარვალი კიდე ბიჭების. ეს შენ დროს არ იყო. გინდაც ყოფილიყო რა მიცხოვება, რაც გინდა ის ჩაიწვა. რა მიცხოვება, გარეთ სურები ისედაც გიგვაცვია და
და ზამთარში კიდევ კლავიან მაისურებს ისედაც ვიცავთ. და რა მნიშვნელობა? თავარია ისწავლოს ბავშვს. თორე რა გეცმება? რა მნიშვნელობა აქვს? თავარია იგარი. თავარი სამსახური, თავარია ისა დაიწყოთ ციებ-ცხელება ბალღებს, წიგნებს აიღებენ, ისე რა კაი იყო წიგნი. ხვალიდან უკვე იმას გაგვეთილებ. კი, ის არის უკვე წიგნები აქვთ. კი. აიღებდნენ უკვე წიგნებს კაცო. ის არის რა უნდა ვთქვა. დაიწყოთ ციებ-ცხელება. ადრე გიორგი. სხვათა შორის მე მგონი ჩინური ენა ემატება სკოლებს. მაგრამ ხო. კარგია, რაც უფრო მეტ უცხო ენას ისწავლია, მით უკეთესი. ინგლისური და რუსული ხო არის? და იმასაც ამატებენ მგონი ჩინურს. ჩვენთან არის ინგლისური, რუსული და ფრანგული. ინგლისური, რუსული და ფრანგულია ჩვენ სკოლაში, ხო? ჩვენ სკოლაში და ახლა დაემატება თუ დაემატა ჩინური. ხო. ერთი იცი რა მომენტში მინდა ვჩაულა და დამანახვა. ბალღები რო გამოლენ ეზოში და ყველა აჭრილებულები რო იცი როგორია სურათებიდო. იცი როგორია. გოგოსი არის მაიკა ვარდისფერი მაიკა. აქ ლოგო აქვს. და ამაში აქვს მოლურჯოის რა ქვია. ესე გადმოსაკეცი მაისურები რო ხო იცი? ესე პოლოს მაისურები ეგეთი. ხო, ამაშიც ეგ ლურჯი დაძდებს და ბიჭის არის ცისფერი და იგივე ლურჯი ის აქვს. მუქი ლურჯი. ხო და იგივე ის აქვს, მაგრამ იმასაც და ის. აი ხო და ჩვენ ფორმებსაც აი პოლოს ნაირი ის ქონდა რა ქვია. სახლის ფორმი, აი ყავისფერი ფორმებს. მე ყავისფერები გოცა, შავებიც იყო, მაგრამ ყავისფერი მეცომეს. თბილი. მე ეს წვილი კი არ მქონდა ხალხო. წავიდე. ესე იგი ადრე იყიდებოდა, ეხლა კი რავი. იყიდებოდა გიორგი, აი ვაგზალზე იყო, აი ვაგზალზე ის არის რა ქვია. თუ გახსოვთ ვაგზალზე რო იყო უნივერმაგიო თუ რაღაცა ერქვა, რავი, აღარ მახსოვს ზუსტად. უნივერმაგის ისა ეხო დაიწვა ახლა. აი წინ პირდაპირ აი ცისადანა, სანამ ბაზარში ჩახვა, ბაზარც ხო არის ვაგზალზე. იმის ზემოთ აქეთ. იყო მან და დეზერტირების ბაზრის ზემოთ არის. მე მგონი. ხო, ზემოთ. ხო, დეზერტირების ახლოს არის მეტროსთან. ახლოს არის მეტროსთან, ვიცი უნივერ, ეხლა აღარ არის მგონი ეგა. ხო და უნივერმაგი კი რაღაცა ქვია ახლა. ხო, იყო. მაღაზიებია მე მგონი. ხო და იყო, მაღაზიები იყო დიდი გიორგი. და მან დიდი. ხო, ახლაც მაღაზია არის მგონი. იყიდებოდა ხალხნო ისა რა ქვია, ფორმები. ჩემ ბავშვობაში რა, წავიდოდით ფორმებს საყიდლად, ფართუკებიც არ იყიდებოდა. ესე იგი, ისინი იყო, მაისურები, საროჭკები, ჩვეულებრივ როგორ ისინი უნდა გაგიკეთებინა. არა, მაისურ საროჭკაზე არა, დედა. აბა? საროჭკაზე ხო თეთრი იყო რაღაც ხილოდა თეთრი შემოვლება. თეთრი მაიკა და საროჭკა და ის რა ქვია, მაისურ პერანგი და ისა რა. ხო, მაიკა არ უნდა გწმოდა არაფრნაირად, მაიკა არა. ეხლა ხო მაიკებია. ხო, ეხლა მაისურებია. ხო და მაშინ საროჭკა და ბოლოკავა უნდა გწმოდა. ხო. ნებისმიერი ბოლოკავას იყიდი რანაირადაც გინდოდა, გინდა პლისიანი, გინდა სწორი, გინდა ის ოღონდ შავი უნდა ყოფილიყო. და მეორე ფორმა იყო ზამთრის, ეს გაზაფხულის და ზაფხულის რა სანამ დაგვითხოვდნენ, მაშინ გვეწოდა, აი პირველად რომ მივიდოდით 1 სექტემბერს თეთრი საროჭკა და კაბა. და ნებისმიერი ფეხსაცმელი. ოღონდ მაღლები არ უნდა გწმოდა, ჩვეულებრივი ძირიანი რა. ხუსლები რადგინდა სკოლაში. ხო, ზოგს ხოცვია. და მერე იყო გიორგი, აი ყავისფერი ფორმა იყო მთლიანი, გედედი, მთლიანი. სხვადასხვანაირი ფორმის იყო შეკერილი რა. ზოგს იყო კლოში, იყო ზოგი სწორი, იყო ზოგი რა ვიცი მე და ასეთი გადმოსაკიდფენი ისა ქონდა ეგეთი პოლოს მაიკებს რო აქ ეგრე გადმოკიდე. ეგეთი ისინი. მერე მაგ პოლოს მაიკებზე რაც აქ გადმოფენილი, აი აქ ქონდა მანჟეტი ესე ჩვეულებრივი მანჟეტები და იმ მანჟეტებზე იმ ყავისფერი იმაზე უნდა დაგეკრა ესე იყიდებოდა ესე აი საროჭკას რო ყელი მოაჭრა პურპუშელებიანი რაღაცა აი მაგდაგვარი ნაჭერი იყიდებოდა ლამაზი
აი ამოჭრილი კუბიკები ლამაზი და უნდა მოგეკერებია ეგ თეთრად. ეგ აქაც კლავებზე აქა და აი ამე. რას უნდა? არ ვიცი კისერ. მე რა ვიცი. ახლა ეს რაღაც მე უნდა გაგეკეთებია მარტო ეს ფორმა კი არ გეცვა, ფართუკი გეცვა. ან შავიც იყო ფართუკი, თეთრიც იყო. მე თეთრი მქონდა. ფართუკი რაღაც. მე რა ვიცი, ფართუკი გვეკეთა ფართუკი. და ეს ერთი სურათია მგონი ჩემი დეიდაშვილია ის ფორმა აქვია. ფართუკი გვეკეთა თეთრი ფითქინა ფართუკი მქონდა. ერთი ფართუკი მქონდა, გიორგი აქ კორჟავოები მქონდა. ასე. დედაჩემი რო გარეცხადა იმ ფართუქს. დააუთავებდა ხო? კორჟავოები ასე იდგა, ასე მედგა ისა. თებივით ესე რაღაცნაირად, ვაიმე დედა რა მაგარი იყო. რამდენი რიცხვ უნდა, მე ეს თეთრები უნდა მოგეცალა. ხო ისრებოდა. ისე მიგიკერებინა. მეგეკერებინა. მერე კიდე მე რო შრომაზე რო ვისრებოდით პლასტელინი და იმითი, მერე ესეთი რაღაცები ნაჭერი შეგვაკერია საკეთის იყო რა ქვია, რეზინა, რაღაც რეზინა. ხო. ადრე შეც ქონდა მე მგონია. მე შემოვკერია. რეზინი მქონდა ხო იმაზე რა ქვია, შრომაზე. აქ მქონდა წამოწული ხელზე. ხო, ეგეთი მქონდა. მე ხელზე რომ მაისური არ დასვრილი იყო რა და ხელი არ დაგვსროდა. მაისური, აი ესა და ესა და ის არის წამოწმული მქონდა ეგრე მეცა და პლასტელის მე ვაიმე დეჩეთ მოძულებული მქონდა და მე რო წამოვიზარდე მე თვითონ მოკეთებდი მე. თიხით ვაკეთებდით ხოლმე რაღაცებს და იმიტომ. და ის არის რა ქვია, მე კიდე რო წამოვიზარდე მე უკვე მე თვითონ ვიკეთებდი ამ იმეს. მანჟეტებს ყველაფერს მე თვითონ ვაკეთებდი. მე რა ყველა ერთნაირი რო იყო, ყველას რო ფორმები, ბანტები ეკეთათ, ზოგს ადრე ბანტები იყო აქ თმები, ზოგს ორი კიკინა ეკეთა, ზოგს ის ეკეთა, ზოგს ჩოლკა არ უნდა ქონოდეს გიორგი, არ შეიძლებოდა. აბა წინ ჩოლკა რამე ქონოდეს, აი ანა ასე გადმოჭიჭილი. აი ასე ცოტათი რაღაცა. უი რა სამბობ. ასე ერთხელ ნევეძინკები ჩემ კლასელმა შეიჭრა თმები, ჩოლკა ასე გაიკეთა და მასწავლებელმა წავიდა მაღაზიაში აყიდია ნევეძინკები შავები რო იყო, ხო იცი? ხო. ასე გადააწევია და სუ რო დააწყები გაუკეთა სუნთრად ასე, მთელი რაც ის იყო რა ქვია. ნევეძინკები თავზე დააბნია, რომ შუბზე არაფერი ქონოდეს. ასე აფწკროვა სუ გიორგი. ასე, აი ასქედა რო დაიწყო ბოლომდე, აი აქამდე გავქონდა, აქედან აი ასე ხო იყო სულ. აი ამიდან დაწყებული ბოლომდე ისა ქონდა, აი გაკეთებული რა ქვია. არაფერთან იმას ქნა. გამოუშვა, შენ ვაქო გასატრანჭად მოხდიო, გასათხოვარი კი არ მოხდი, თან დიდები ვიყავდი უკვე მე-9 კლასში ვიქნებოდი. ახლა რო ეგრე მე-10 კლასს უთხრან ან მე-9-ს ან რასამბო, ხო დაგამხო თავზე ყველაფერი. ასე ატკვლიცია ის რა ქვია, თმები. ან მანიკური გწმოდა, ან ოდნავ ჩხილისადმი გძელი გქონოდა. ფეხებსაც კი გვახტევიდნენ გიორგი, ფეხი ჩხილებზე ცხოვრა გაქვთ რამე წასული. და შეიქაც უნდა გსმოდა. დაჭრილი ყურებს გვიმოწმებდნენ. ტილები ხო არ ყავდა. ხო, აი მაგებს გვიმოწმებდნენ. იცი რა ამბავი იყო. ჩხილი არასოდეს აი ძიში უნდა ქონოდეს ჩხილები მილეული. ოდნავაც რო წამოსულიყო არ შეიძლებოდა. სულ აი ასე დაგვაწყობიებდნენ ხელებს ასე. და ის არის რა ქვია. ვისაც ჩხილი იქონდათ მაკრატელს მოაჭრიდნენ მე პიტაბლი. მაკრატელი ქონდა. მერე და მერე უკვე საერთოდ დავამთავრებდით უკვე კლასს უკვე მერე და მერე უკვე დავიწყეთ ჩხილიც და ყველაფერიც იყო რა. მერე და მერე უკვე რო გადავარდა კომუნისტების ისა პერიოდი. კომუნისტური წყობა რო იმას ხო, რო გადავარდა ჩამოიშალა იმიტომ. მერე უკვე აღარ იყო ზოგი საყურით დავდიოდი. სხვათა შორის კომუნისტური წყობა ბევრ რამეს კრძალავდა. კი. და ბევრ რამეს იყო და სხვათა შორის დავაწყებიდნენ წიმკლავი, გამკლავი, ზემკლავი, ქვემკლავი. ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. უიმე რა იყო იცი?
ის რა აი გოგო დილის გამომხრებელ ვარჯიშებს პირველ კლასში მე ჩვენც ვაკეთებდით, მაგრამ ეზოში გიორგი და ეზოში გამოდიოდით, ხო? ამდენი ხო, ბავშვები აბა. სულ ყველას არავის არ შეუშვებდით თუ იგი არ გაეკეთებდით პირველიდან დაწყებული ასე დაგვავწყროვებდნენ ასე პირველი კლასიდან პირველი კლასი წინ მეორე მესამე მეოთხე მეხუთე მეექვსე მეშვიდე მერვე ასე და ყველა რო დავიწყებდით მე-12-დან მე-12 მაშინ არ იყო მე-10 იყო წინკლავი გამკლავი ზენკლავი ყველა რო ხელებს აშლიდა მასწავლებლები მასწავლებლებიც დაჟე დაირეკებოდა მე ზარი და მე ყველა თავის კლასში დაჭი მე ასე უნდა დამჯდარიყავი აი ესეთი მერხები იყო გადასაწევი და ასე უნდა რაღაცები ელაგებოდა ხო ასე შიგნით ელაგებოდა ქვეშიდან ასე უნდა დამჯდარიყავი არ უნდა მიყუდებოდა იმას რა ქვია მე აი ესე უნდა აგეხო ხელი ასე ხო მედო და აი ესე უნდა აგეხო ხელი და მას ეს უნდა აგეჭვა მე უნდა დაგიდო ისე რას სად იყო ეგრე მაგრამ ჩემი კლასი ძალიან ის იყო ცილქები იყვნენ ჩემი კლასელი მუში მოკლედ შენიც რეც აღარ აკეთებდნენ დედა ლაწალუწი მე არ ვიყავი ეგეთი ბავშვი მე ძალიან ჭკვიანი ვიყავი სულ ლაწილუწი იყო სულ მტრეო სულ ხანამდენი შუშა ჩამოვამტრიეთ ხარობელი შუშა ჩამოვამტრიეს და ყველაფერი მე დავაბოლებდით მიწიწაკას დაიცა ხალხო ერთი გარეთ გავარ შემოვალ და მოუყვები ციცაკას რო ვაბოლებდით რა დღეში ვიყავით ციცაკას აბოლებდით თქვენიც აი მაშინ დამაცა ფეჩზე ო ჩვენ რო შეგდით დავკვეტეს აი მე არა დაკეტო კი არა რა ვიცი რა საღამოშვებული მაგრამ არ მეპოვებოდით ჩვენ დავკვეტეს იმაში რა ქვია ბოლიანი მაში ციცაკის ნკიანი მაში წარე ოთახში კლასში დავაყარეთ ციცაკა და ასავქენით რა ქვია დაბოლდა და დავკვეტეს და თვითონ მასწავლებელი არ შემოვიდა ჩვენ დავკვეტა მარტო და მიიღო კიდეც მერე გაფრთხილება დღეს ცივასავით რაღაცნაირად დიდი ხანი არ ამტკიებია და ამტკივდა ისე
თვალი გამიშტია და ხალხო. Gati ფერები რო შემოიღეს ახლა მთელი სკოლა ფერადი იქნება. მთელი ბავშვები. ჭრელა ჭრულა. ეგეთი ფერები რო შემოიღეთ მთელი ბავშვები ჭრელა ჭრულა იქნება. რაზე? ფერადი. ხიარული ფერები შემოიღეს რაღაც. ზადამეტრაოდ ხიარული ფერები. ეს არის რა ქვია. ხო, რა მინდო რაზე უყურებოდი გი? ციცაკაო. ხო, ღუმელებზე. სად იყო ღუმელები? მოგვიტანდნენ ამ სკოლებში სველშეშას. აიმე. თელი გაყინულები ვისხედით რა. სად იყო ან სითბო ან რაღაცა. დატანჯულები ვიყავით ხალხნუმნები. ბოლავდა. შეშით. ბოლავდა მერე. იხჩოლობდა. კიდე დახჩოლება უნდა და ჯერ ისედაც ვახჩოლებდი იხჩებოდა ეს და კიდე წიწაკ დავაყრედით ამ წიწაკას ხალხო პერიცა წიწაკას მწარე წიწაკას ყვითელს დაფქვილს წითელი ხო მოიტანდნენ ბიჭები ჩვენი კლასელები დააყრედნენ ამ ზევიდან გაკვეთილი გაგვიცდება რას გაგიცდება დაბოლავდა ჯერ ისე ბოლავდა და კიდე ის გვინდა სულ ბოლის სუნი გვიდიოდა ხოლმე რომ ამოვდიოდით დედა დაკეტეს ხალხნო შიგნი ჩემო კლასელმა ფანჯარა ჩაამტრია რომ ვიხჩობოდით უკვე გატეხა ფანჯარა გიორგი რომ ის არის რა ქვია ფეხი ჩაყრა და გატყდა და გავიდა ის ბოლო მე ის დავარტყე ფანჯარას რა ქვია მაშინ რომ დავკეტეს მასწავლებლის მაგინეს კამი ავიღე ვერ გავაღეთ ფანჯარა ხო და ფანჯარას ჩავარტყე და გატყდა შუშად დავარტყე აბა იქ მასაშრებოდა გუდავდა უკვე დირექტორი რო არ მოსულიყო და რო არ ჩაევლო დირექტორს ხო ჩაევლო კი არა ვიღაცა მუთხრა რაღაცა ხმა გამოდის კლასიდანო და მე მგონი მასწავლებელიც არ არისო ხველების ხმა გამოდისო ხო და ის არის აქვია მე დირექტორმა გააყუკარები დაკეტილია კარებიო და მასწავლებელმა ჩაიარო ვიღაცა ხო და დაკეტილია კარებიო და ხმა გამოდის კლასიდან და რატო არის დაკეტილიო და მე დირექტორის მაგააღო კარები და შემოვიდა მითხარით რომელი მასწავლებელი იყო ბელის გაკვეთილზე იყავითო და უთხარით რომელიც იყო და მიიღო კიდეც საკადრისი ხო კიდე ამ სკოლიდან გააგდო ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ჩაუნტრით ვიგუდებ ბავშვი არ იყავი ამ ხელა ქალიო ბავშვი არ იყავი ამათ ტონი არ იყავიო იქნება მოკლა ბავშვები და მე ისად მიდიყარო ხო და ის არის რა ქვია მივედი და მიიღო კიდეც საკადრისი ჩაუნტრით მაგრამ გადიოდა ბოლი მივიდოდი ჩავისუნთქავდით იმ იცი როგორ გადიოდა გიორგი ბოლი აი ერთიანად რო სადაც მიაწყდება ერთ ადგილზე და გავა დედა წავში გავიდა ბოლი მაგრამ იხჩოლებოდა კიდე სულ ვეჩხუბედ მივარდით ვინც დააყარა სულ შენი ბრალია თქო ჩვენ რა მაგრამ მასწავლებელთან მაინც არ ჩაუშვებდით ხოლმე გიორგი
თქვენთანაც იყო რაღაცა პლასმასებს მოიტანდნენ ხოლმე, რა იყო? აი მე პლასმასი კი არა რაღაც შეშაც არისო, რა იყო, მე რა ვიცი. რაღაცას მოიტანდნენ ხოლმე, ვითომ შეშა არისო და შეუნთებდით და არც ხურდა ხალხო გაყინულები ვისხედით, კურტკებით ვისხედით იმაში რა ქვია. ხო. კურტკა, კუდი, ხელთათმანები და კაშნი. კლასში რომ მაგას გაიკეთებ. იმას ისავრა ქვია, გაეთ რა ყავდა. გაყინულები ვისხედით არც ხურდა. არა ხურდა. არ ხურდა და იმას ჩუოდა და იმას აშვებოდა მე ბოლავდა ისედაც. გვიან ბეტყავდნენ ხოლმე. იმასაც მალე იმას აშვებოდა გმარავდა. ტრუბებს. არა ისედაც ხო და ბოლავდა, ჩუოდა. აი სველი შეშა რო არის ხოლმე და რო არ ეკიდება. ისე. არ ხურდა პეჩი, შიშხინებდა. მე რა ვიცი რა იყო, პლასმასივით იყო რაღაცა. ეგ იყო, ვითომ დასანთებად მოქონდათ ხოლმე და ვითომ რა იყო და სველი წყალი გასტირო და ისეთი სველი იყო შეშა, რო შეუნთებდით ხოლმე, ხო? ასე შვებოდა. ეგ შიკი არა, ჩვენ გაეთ რო ბავშვებიც შეშას ვნახავდით. ემას აშვებდით რა ქვია, კრებავდით და მიგქონდა და ისე ვატებდით პეჩს. ო, ქუჩაში. ქუჩაში კრებავდით ხალხო შეშას. ხმელებს. ხო. ხმელ შეშას. რო დაგვენთო პეჩი. ეს რა იყო, რა ვიცი მე. ეხლაც ნეტა ეგრე არის თუ არა, ეხლა გათბობები გააკეთეს მონი რადიატორები. არა ეგრე არა, გათბობა იქნება. რა არის გავიყინეთ, ვიყინებოდით ხალხო რო არ იმას გვექნა რა ქვია. ჩვენ ლოლოები გვეკიდა. ან თან გძელი კლასები იყო, პეჩი არა იყო. დიდი კლასი იყო ჩვენი. დიდი კლასები იყო და დიდი კლასი იყო და არ თბებოდა, რა გაათბობდა იქ. დიდი კლასი იყო და ის არის აქვე, უკან იდგა პეჩი უკანა მხარეს, ჩვენ კლასში. უკანა მხარეს იდგა პეჩი და არ იმას აშვებოდა ხურდა. და აქეთ არ მოდიოდა. არ ხურდა პეჩი, საერთოდ არ ხურდა, ისე ციოდა. ხო და ციოდა კი არა ვიყინებოდი და ხელებში ხანდახან ისე შემცირდებოდა ვეღარ ავწევდი. და მასწავლებელი შემოდიოდა და როგორც ცივა თქვენ კლასშიო რა არის პეჩს არ უნთებდო, არ უნთებდო და რა პეჩს შეუნთებ 70 შეშა იყო შიგნით, შეშა იყო თუ რა იყო მეც არ ვიცი რაღაც პლასმასი. არა, შეშა ხო იყო. შიშინებდა ეს შეშა. არა ხურდებოდა. მერე გადიოდა ბოლი ხანიკიდან. სულ ბოლის სუნი ვიჩინას გამოყვანილები მოვდიოდით წარში. ვანთებდით ამ პეჩს. მერე გვეჩხუბებოდნენ რომ ბევრი შეშა არ დაწვათო. მოგვიტანდნენ ერთი მუჭას, აი აქ რაც დაეტოვდა თიმაზე დამლაგებლებს და ის უნდა ყოფნოდა. ეგ უნდა ყოფნოდა მთელი დღე. მთელი დღე სანამ თან მithumetes ის რაღაცა. ხო, სანამ კლასები დამთავრდებოდა. სანამ სკოლა და კლასი და გაკვეთილები დამთავრდებოდა მთელი დღე. ზოგჯერ 7 გაკვეთილი გქონდა, 8 გაკვეთილიც გქონია. ის ერთი შენთება იყო მეტი. რაც იმაზე ეტეოდა და ნორმალურად ის არ ახურებდა პლასმასივით იყო რაღაცა. არ ენთებოდა პეჩი. არ ხურდებოდა. აი რო ჩუის ხოლმე შეშა ნერვებს მიშლის, სახრი რო ჩუის ხოლმე არ ენთება და ეხლა იქიდე. ხო და ის არის რა ქვია. რა ენთებოდა? მე გვერდებიდან პეჩი ქონდა რა ქვია. გაფუჭებული პეჩი იყო, მე რა ვიცი, საიდან მოძებნეს. რაც პეჩი იყო ჩვენ მოგვიტანეს ის გაფუჭებული. ტრუბებიდან ხო გამოდიოდა ყველა მხრიდან. პეჩებიდან გვერდებზე გამოდიოდა, წინიდან ხო გამოდიოდა. უკანაც კი გაფუჭებული ქონდა ხალხო უკნიდანაც უბერავდა ის არა ქვე ბოლი. ბოლში ვისხედით ხოლმე ხალხო. ვიღუდებოდით. და ეხლა იმას, იმ ბოლს კიდე იმის დაყრა უნდა. ეთხე მოვიხელთეთ ის არა ქვია. სხვა ისე ჩვეულებრივად ჩავატარეთ სხვა გაკვეთილები და მოვიხელთეთ ერთ მასწავლებლის იმაზე რა ქვია. გაკვეთილზე. გაგვიცდება გაკვეთილიო. ხო და მოვიხელთეთ რატომღაც გახურდა პეჩი, მაშინ გახურდა მაინ და მაინ. ზემოდან კიდე დავაყარეთ ჩვენ. შიგნით იმაში შეყარეთ წიჭაკა. პარკით შევდეთ, ის პარკი ხო დადნა. ეს ნაკოჩ ხალხს რო იმასა. იმიტომ მოკიდებია პეჩი კარგა. მოეკიდა პეჩს ხალხო. გამობოლა გარეთ, ვაიმე. რამწარე იყო ვერ წარმოიდგენთ. აი წინაღი, ჰა? მეორე დღეს კი ვერ წავედი სკოლაში ისე ვიყავი. ვერა? რო ისურთქე. მე ციტატვალები დაწითლებული თვალებით არ მოვედი. ო. და ესენი მეწოდა, აი. ცხვირი წითელი მქონდა ხალხო.
მე იმის უნდა ცხვირში გაათხელა ყველაფერი ცხვირიდან მოდიოდა პირიდან მოდიოდა ყველა მხრიდან მოდიოდა დორბლიზული ყველაფერი მოდიოდა ხალხო ცრემლი თვალებიდან ცხვირიდან პირიდან ყველა საიდანაც უნდა წამოსული ყველა მოდიოდა კიდევ კარგი რომ დირექტორი მოვიდა მალე და დავიგუდეთ იქს უყველა 28 ბავშვი ჩვენთანაც ბევრი ვიყავით გიორგი 28 ბავშვი გავიგუდებოდით ჩვენთანაც 28-29 ვიყავით თუ რაღაც თუ უფრო მეტი გინი იმდენები ვიყავთ ჩვენ ჯირმი რომ იმდენი წიწაკა დააყარეს რომ კი რა დავიხრჩო 1 კილო წიწაკა უყიდია ქალო იმას რა ქვია 1 კილო წიწაკა რო იმაში შედო პეჩი აბარასიას დააბოლა ყველაფერი მე ის არის რა ქვია და რასაც ასე შევოდა პეჩი მასწავლებელი კარგად მივიდოდა იმ კუთხეში და დაჯდებოდა იმ პეჩთან თბილად და ჩვენ ფეხებზე ხო თვითონ სამასწავლებლოში ის ქონდათ რა ქვია ისე გუგუნებდა პეჩი რო ხმელი შეკონდათ ისე გუგუნებდა პეჩი რო 24 შვილი რამდენჯერ სამასწავლებელთან ჩავივლიდით იმდენჯერ ყავას ასვადნენ მე მარტო ყავას კი არა არ კადრულობდნენ ბერჯერ გაუგზავნი ვარ მეც მაღაზიაში კი ტკბილის გარეშე არ კადრულობდნენ დალევას მოიტანდნენ ამცხრებს კრემიან ამცხრებს თან შუებს ეკლერებს და იმას იზავდნენ ხოლმე რა ქვია მიირთმევდნენ ყავას ეგრე იყო თეატრ ემის მაგივერად რომ სანამ გაკვეთილზე შემოვიდოდნენ რაც უნდა ეხსნათ ის გადაემეორებინათ ჭორაობდნენ 24 შვილზე იცოდნენ გიორგი რაც უნდა ეხსნათ მაგრამ უბრალოდ აბა ეგრე არის შეიძლება გაბრაზდე მასწავლებელი მაგრამ ეს ბავშვის ციცაკიან იმაში ჩაკიდვას სად გაგია ზოგადად ბოლში ჩაკიდვა ბოკლომით დაკედა ქალუკარი მე ვინ გააყიდი დი ვიღაცა მასწავლებელი ჩამოიარა და ხველების ხმა გამოდისო შიგნიდანო კლასიდან ამადა კლასიდან ხველების ხმა გამოდისო და თან დაკეტილიაო კარები ბოკლომით დირექტორი მოვიდა გასაღებით რითი გააღო მე თავის გასაღებით თვითონაც გქონდა გასაღები გასაღებებით გააღო და გასაღებით გააღო მოიტანეს გასაღები გააღო გასაღებით შემოვიდა დამრიგებელიც შემოვიდა დამრიგებელიც გაუგნებული იყო ხოდა რომელი მასწავლებელი იყო თქვენთანო რომელი მასწავლებლის გაკვეთილზე იყავით იყო და უთხარით ვინც იყო და ვაიმე წავიდა მოიყვანა მასწავლებელი დააძახია ვიღაცას მოიყვანა მასწავლებელი ბოლო იყოს ეს შენ რო გააკეთო ბოლო იყოს თორე შენ აქ ვეღარ გაჩერდებიო მეორედ აღარ დავინახო რომ ესეთი რაღაცა გააკეთო მასწავლებელს რო არ ეთქვაო ამოიგუდებოდნენ ბავშვებიო მე დაიჭერდი დირექტორსაც ეს სკოლას იმას იზავდნენ სკოლასაც დახურავდნენ დაბა გაგუდულიყოთ რომ ვიძ სვაპატიებდით მე ერთი მშობელი ჩამოვიდა მეორე დღეს და ის არის რა ქვია ეს ერთი მშობელი ჩამოვიდა რა არისო ამდენ ბავშვი კლავდი ამკელა კალიკარო კლავდი ამდენ ბავშვი დამრიგებელმა როგორი ნერვიულა ხალხო დამრიგებელმა ჩემი ბავშვები კინაღამ მოგუდა ბავშვები ესეთი არაფერი მინა ისე მასწავლებელსაც ხო უნდა მოითხოვება არა ესეთი რამის გაკეთება გაგიგიათ შეიძლება გამოგახურო კარები რომ გაბრაზდე ხო გაბრაზდე არა ჩვენ არ ჩაგვეტეს ჩვენ ჩაკეთეთ არა კი ჩვენ დახურეთ კარები ვეღარ ვაღებდით მე შუშა ჩავამტრიე მე ვეღარ სუნთქავდით და შუშა ჩავამტრიეთ თეთრასა შინელება მე იმ ბავშვებიცით რაზე ქენითა თქვა და ბევრი ბავშვები არ იყვნენ მისულები მეორე დღეს იმიტომ რომ ნამიტანი
ხველება მეორე დღესაც ვიხჩობოდი უკვე რა. ეს სულ ჩამწვარი მქონდა ყელი. ყელი მეწოდა ძლის გალაპარაკობდი მე რო სკოლიდან მოვედი. წვილი, თვალები. ხო, სულ წაკაბელანდებოდა. თვალები ჩაწითლებული მოვედი ხალხო სკოლიდან. გამოუშვეს მე ერთი გაკვეთილი კიდე ქონდა თუ ორი და ერთი გქონდა, ორი გქონდა გაკვეთილი დარჩენილი და გამოგუშვეს. დირექტორმა დაიმანა ქვია და დამრიგებელმა წადით სახლებში ბავშვებო, წადით სახლებშიო აღარც გაკვეთილი გინდათ ამნაირ და აღარც არაფერიო. მეორე დღეს არ მობრძანდა ის მასწავლებელი. მეორე დღეს არ მოვიდა. გაკვეთილი მეორე დღეს კი გაგვიცდა. იმისი. მეორე დღეს არ მოვიდა სკოლაში. მე აღარ შვებოდა. მე აღარ შვებოდა, მე სხვათა შორის აღარც ზედმეტი არ უთქვია. ერთი გავიგონო ზედმეტი რამე უთხრა ამ ბავშვებსო. ან რამე შეურაცხყოფა მიაყენო. საერთოდ სკოლაში აღარ შემოგიშვებდო. ინა რომ სამსახური დაკარგა ხალხო. ცოტა ხანი დამოვჭი თორე შავდე რა. ხო და ელემენტარული არ შეიძლება. ხო. მასწავლებელსაც უნდა მოთხოვნა. მასწავლებელსაც მოეთხოვება ნორმები, პასუხისმგებლობა და ისინი. ბავშვებსაც. ზოგადად მასწავლებელი ბავშვი რო სახლიდან არის გამოსული, მასწავლებელს და მთელ სკოლას აბარია ბავშვის სიცოცხლე. კი. ამ ხელ ის ხო არ არის ფაფის ჭამა რა. აიმე. ერთხელ კაცო შევდივარ კლასში, გიორგის კლასელი. ტრუბიდან წავიდა. ტრუბიდან გარეთ გამოაღო ფანჯარა. ფანჯარას ჩაუყვებოდა თუ რაღაცას, რა ვიცი მე. ფანჯარას ჩავმიუყვებოდა ტრუბა. ხო. ფეჩის ტრუბიდან გადავიდა, ფანჯარას ჩავიდა. ვაიმე, რო შევაღე და გადადის ფანჯარას და მოკიდებული. მე მეგონა უკვე ვარდება. ვეღარც იმას ვლაპარაკობ, ვეღარც იმას და უცბად მე ენერგია მოვიკრიფა და მივარდი ფანჯარას და დაბლა არ იყო ჩასული. კირაო გადავიდი, ესე ცილკები იყვნენ ესენიც და ჩემი კლასის სხვათა შორის ძალიან ის იყვნენ. სულად ვატირებდით მასწავლებლებს მოკლედ. მასწავლებლებს ვატირებდით კი. ზემოთ ჩემი კლასელები ავიდოდნენ მასწავლებლის იმაზე და შეშობოდნენ. იცი რა გავაკეთეთ მე იმ მასწავლებელს რა გავაკეთეთ? ჩური ვიძიეთ ხალხო. ამოვიყვანეთ ბაყაყი. შემოვიდა რაღაცაზე გავიდა იმაზე რა ქვია. შემოვიდა გაკვეთილზე. ბაყაყი ქონდა, ყავდა ამოყვანილი კონტეინერი ქონდა წამოღებული ჩემ კლასეს. ხო და ბაყაყი ყავდა იმაში ჩასმული. ხო და ჩანთაში ჩაუსვა ბაყაყი. გახსნა ეს ჩანთა. შეახტა ამ ქალს. ჩანთა რო გახსნა, ბაყაყი ამოხდა. სახეში შეახტა ქალს, ხო და ვაიმე, იმხელა იკივლა. ცუდად გახდა ქალი. წავიდა კაპლინალი. ცუდად გახდა ქალი ხახნო. იმხელა იკივლა, რო რა ვიცი. არ მოელოდა აბა ჩანთას რო გახსნა. აუ გახტება, ხო. არა, ხათაშოი. ძალიან ხიფათი ვიყავით რა. და ეხლამდელი ხიფათები ვიყავით ბალღები. ვაიმე რა ჩვენ შატალოში გულია დედა. ხალხად გაქცეულა. ჩვენი მის დროს თამაშის დროს ხალხო იმებს ვამტრედით ხოლმე რა ქვია. მერხებს. ხო, მერხი გატეხეს. მერხებს ვამტრედით ხოლმე. გატეხეს და მე ჩიმაქმარმაგა. მერხებს როგორ ვამტრედით? იცი რას ვაკეთებდით? ვალაგებდით მერხებს და სკამებს. და რომელი გადავახტებოდით? გადავახტებოდით კი არა ვიმტრეოდით, ჩვენც და მერხით ტყდებოდა. და მაგ იმის ცელკობის გულისთვის აქ წარბზე ისამაქ რა ქვია, შრამი. აქეთ მაგ თუ აქეთ აღარ მახსოვს. იმას დავეჯახე ბოთს. პიტაპირ. მოდი ხა დავამშვიდობ. ერთხელ იმას ავგავა რა ქვია ახლა მე ნიგერია კაც. შენც. აი ეს მოვიწიო. ხო, დაგემშვიდობებით ხალხო მომავალ ვიდეომდე. თორე ნამეტანი შავდე. ხო, აი ის მინდოდა წიწაკა ისაო რა ქვია. ისე მოხუფეთო ის რა ქვია. ჭიდროდ მოუჭირეთო ისაო რა ქვია. აჯიკაო. კი, ჭიდროდ მოუჭირეთ არ დამიტოვია. ეს არც არ დუღდებართ. ეხლაც აი ნახულობ დღეს გავალ ეხლა კიდევ ნახავ იმას.
რა სჭირს არაფერს არ მოუვა ჩემო თბილო ადამიანო არაფერი არ მოუვა მოხუფეთ ესე მოუჭირეთ და всё თქვენი რეცეპტით გავაკეთეო მე ცოტა ის არისო რა ქვია ხო ძალიან გემრიელია სხვათა შორის გემრიელია მაგრამ ცოტა წარე მოგვივიდა ბევრი ცოტა დავტოვეთ და რო იმას ავქენი დავადექი ხო იმდენი შევჭამე რომ კუჭი ამტკივდა უყვარს გიო ისეთი მწარე იყო მოდი ახლა დავემშვიდობ დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე აბა ხედა ხო ვინც ბავშვები გვიყურებთ კიდევ გილოცავთ სკოლის დაწევას ბევრ წარმატებას გისურვებთ მთელი წლის განმავლობაში აბა ხედა ბაი წავედით ხალხო თორე გავშავდით